ჩვენს დღეებში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება კითხვები სპორტსმენებთან, რომლებზეც ეჭობენ, რომ ისინი არა ქალები, არამედ მამაკაცები არიან. თუნდაც ბოლო ოლიმპიადაზე ეგვიპტელი მოკრივე გოგოს ისტორია რა ღირს. თანამედროვე მეცნიერები ადასტურებენ, რომ პირველადი და ზოგჯერ მეორადი სქესობრივი ნიშნები ყოველთვის ზუსტად ვერ განსაზღვრავენ ადამიანის სქესს. თუმცა წინა საუკუნის 20-იან წლებში ასეთ დეტალებში ღრმად არ იხედებოდნენ და ამიტომაც დორა რატიენი, გერმანელი მძლეოსანი და ფიურერის ფავორიტი სპორტსმენი, მამაკაცთან მიახლოებული ინტერსექსუალი, მსოფლიო რეკორდსმენი გახდა ქალთა შორის. დორა რატიენმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა წინა საუკუნის პირველი ნახევრის სპორტულ ცხოვრებაში. 1936 წელს ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე მან მეოთხე ადგილი დაიკავა სიმაღლეზე ხტომაში. 2 წლის მერე კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დორა გერმანელი ხალხისთვის სამაგალითო ადამიანად იქცა. როგორც ამბობენ, ადოლფ ჰიტლერმა მას თავისი საყვარელი სპორტსმენის უწოდა და ჭეშმარიტი არიული რასის წარმომადგენლის მაგალითად დაასახელა. თუმცა ჰიტლერს წარმოუდგენელი კონფუზი ელოდა, როდესაც გაირკვა, რომ დორა სულაც არ იყო ქალი. თუმცა ყველაფერი თანმიმდევრობით. დორა რატიენი 1918 წელს ბრემენში დაიბადა ძალიან ღარიბ ოჯახში. ცნობილია, რომ დაბადებისას ექიმებმა ვერ შეძლეს ბავშვის სქესის განსაზღვრა, მაგრამ მშობლებს ურჩიეს ახალ შობილი როგორც გოგონა ისე გაეზარდათ. დორას მამა ჰენრიხ რატიენი იხსენებდა, რომ ბებიაქალმა თავდაპირველად მას ვაჟის შეძენა მიულოცა, 5 წუთის მერე კი მოუბოდიშა და უთხრა, რომ გოგონას მამა გახდა. ბავშვის გენიტალიების მიხედვით სქესის განსაზღვრა მართლაც რთული იყო და მშობლები საგონებელში ჩავარდნენ, თუმცა სხვა რა გზა ჰქონდათ. ექიმების გამოცდილებას ენდნენ და ბავშვის გოგონად აღზრდას შეუდგნენ. აცნევდნენ კაბებს და როცა დრო მოუწია, გოგონების სკოლაშიც მიაბარეს. 10 წლის ასაკში დორა მიხვდა, რომ თანაკლასელებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა და მშობლებს კითხვების დასმა დაუწყო. მას არ მოსწონდა გოგონებთან ურთიერთობა, არ მოსწონდა კიკინები და ზოგადად გოგონების ატრიბუტები, მაგრამ მშობლები შეუვლები იყვნენ. დორას ბედთან შეგუება მოუხდა, ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც. უფროს კლასებში დორამ შვება სპორტში იპოვა და სერიოზულად დაკავდა მძლეოსნობით. ის იოლად ამარცხებდა თანატოლებს და უფროს გოგონებსაც სირბილსა და ხტომებში, რადგან ფიზიკურად მამაკაცურად იყო განვითარებული. 16 წლის ასაკში, 1934 წელს დორა რატიენმა ქვემო საქსონიის ჩემპიონატი მოიგო სიმაღლეზე ხტომაში და მწვრთნელების ყურადღება მიიპყრო, რომლებიც მოახლოებული ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტსმენებს აგროვებდნენ. მალე სავსებით ცხადი შეიქმნა, რომ დორაზე უკეთეს კანდიდატურას ოლიმპიური ნაკრებისთვის ვერ იპოვნიდნენ და მისი ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყეს. სპორტში დორა რატიენს ყველაფერის საუკეთესოდ მისდიოდა, რასაც მის პირად ცხოვრებაზე რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით. გოგონა უხეში ხმით და არაქალური ნაკვთებით. ბიჭებს არ იზიდავდა. თანატოლები მას დასცინობდნენ, ქუჩაში ადამიანები ჩერდებოდნენ და ინტერესით აკვირდებოდნენ ახალგაზრდას, რომელიც ძალიან გავდა ბიჭს, მაგრამ ქალის კაბა ეცვა. სქესობრივი მომწიფების ასაკში დორას წვერი სამოსვლა დაეწყო, რასაც სისტემატიურად და გულმოდგინედ იპარსავდა და ამაში დიდი დრო ეხარჯებოდა. ამავე დროს დორას საერთოდ არ ჰქონდა მკერდი. კასისთვის დამახასიათებელი პირველადი სქესობრივი ნიშნები კი უკვე თვალსაჩინო გახდა. ყოველი ვარჯიშის თუ შეჯიბრის წინ დორა მაქსიმალურად ცდილობდა თავისი სქესობრივი კუთვნილების დამალვას, რაც თვიდან თვემდე სულ უფრო რთული ხდებოდა. იმ ეპოქაში სპორტს რაიმე მნიშვნელოვანი შემოსავალი არ მოქონდა და დორა იძულებული იყო მუშაობაც დაეწყო. ის თამბაქოს ფაბრიკაში მოეწყო და მუშაობას და მომქანცრულ ვარჯიშს ერთმანეთს უთავსებდა. 1938 წელს ოლიმპიადის დაწყების წინ ის ბერლინში გამოიძახეს, სადაც დორამ 2 სხვა მძლეოსანი გოგო გაიცნო, გრეტელ ბერგმანი და ელფრიდე კაუნი. ორივე მათგანი დორაზე უფროსი იყო და ბევრად მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევებიც ჰქონდათ. მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. ნაკრების ფავორიტად ბერგმანი ითვლებოდა, ოღონდ ის ებრაელი იყო. მოგვიანებით გაცხადდა, რომ ნაცისტური პროპაგანდის ვერაგული ჩანაფიქრით ებრაელი სპორტსმენი გოგო ერთგვარი სატყუარა იყო მსოფლიოსთვის. ფიურერს არ სურდა, რომ ებრაელების დევნის გამო რომელიმე დელეგაციას, პირველ რიგში კი ამერიკელებს ოლიმპიადისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. ეს ის დროა, როდესაც ჰიტლერი რეპუტაციას ჯერ კიდევ უფრთხილდება.
და როდესაც ამერიკული დელეგაცია ბერლინში ჩავიდა და ბოიკოტის საშიშროება მოიხსნა, გრეტელ ბერგმანს გამოუცხადეს, რომ ის ნაკრებიდან გაშვებული იყო. ისე კი გრეტელ ბერგმანს გაუმართლა 1937 წელს ის ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში და ჰოლოკოსტის საშინელებას ამით გადაურჩა. ბევრი წლის მერე გრეტელმა ინტერვიუში ისიც გაიხსენა, რომ სანამ ნაკრებიდან გააგდებდნენ, დორა რატიენთან ერთ ოთახში ცხოვრობდა. არასდროს არც ერთხელ არანაირი ეჭვი არ გამჩენია. თუმცა შხაპის დროს მეც და სხვა გოგონებსაც გვიფიქრია, რატომ არასდროს არ იყო დორა ჩვენთან ერთად და არასდროს გვინახავს შიშველი. 17 წლის გოგოსთვის ამგვარი სირცხვილი უცნაურად გვეჩვენებოდა. ის ყოველთვის ცალკე აბაზანაში შედიოდა და იკეტებოდა. ამგვარი უცნაურობების მიუხედავად, არც ბერგმანს, არც კაუნს არასდროს აზრად არ გაუვლიათ, რომ დორა გოგო არ იყო. ოლიმპიადაზე დორა ჩემპიონი ვერ გახდა, თუმცა ურიგო შედეგი არ უჩვენებია, მეოთხე ადგილზე გავიდა. 2 წლის მერე კი დორა რატიენმა ვენაში სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. საიდუმლო მაშინ გაცხადდა, როდესაც დორა ვენიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. მატარებლის გამცილებელმა განსაკუთრებული დაკრუებულობის თუ ცნობის მოყვარეობის გამო ყურადღება მიაქცია უხეშ ნაკვთებიან გოგოს, რომელიც ცალკე კუპეში მგზავრობდა. თვალთვალი დაუწყო და ისიც დაინახა გოგო როგორ იპარსავდა წვერს. გამცილებელმა თავისი აღმოჩენის შესახებ მაგდებურგის პოლიციას აცნობა. პოლიციამ დორა რატიენს მიაკითხა და დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა. დორას პასპორტი სრულ წესრიგში იყო, მაგრამ გოგონას იერი იმდენად საეჭვო იყო, რომ ის დააკავეს. პოლიციის ოფიცერი შეაშფოთა ახალგაზრდა ქალის დიდმა თმიანმა ხელებმა და არაქალურმა ხმამ. როდესაც დორა პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, მან აღიარა, რომ ოფიციალურად ქალად ითვლებოდა, თუმცა ფიზიოლოგიურად უფრო ახლოს იდგა მამრობით სქესთან. მაგდებურგის პოლიციაში მსგავსი შემთხვევა, რა თქმა უნდა, არასოდეს ჰქონიათ და დაკავებულის ჩვენების დასადასტურებლად ექიმი მოიწვიეს. ექიმმა დორა რატიენი გასინჯა და დაადასტურა, რომ ის მამაკაცი უფრო იყო, თუმცა სუსტად განვითარებული სასქესო ორგანოებით. მსოფლიო რეკორდსმენის გამოაშკარავებამ დიდი სკანდალი გამოიწვია და საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. პროცესი 1939 წელს ჩატარდა, რომელზეც დადგინდა, რომ დორა რატიენი არ იყო დამნაშავე სქესის დამალვაში და რომ ის შეცდომით აღზარდეს როგორც გოგონა და ის ფაქტი, რომ სრულწლოვანი ასაკის მერეცის თავის ნამდვილ სქესს მალავდა, ამაში რაიმე ანგარება არ ჰქონია. დორა რატიენს სპორტული ჯილდოებიც დაუბრუნეს, თუმცა მისთვის მთავარი სხვა რამ იყო. ბოლოს და ბოლოს იმის აღიარება, რაც მას მთელი ცხოვრება სურდა. სასამართლოს შემდეგ დორამ ბრემენის პოლიციას მიმართა და დოკუმენტების შეცვლა ითხოვა, მათ შორის სახელისაც, დორას ნაცვლად ჰენრიხი. დორას სურვილი სრულად დაკმაყოფილდა და ასე მოევლინა ქვეყანას ჰენრიხ რატიენი. ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო ის არმიაში მსახურებისთვის ვარგისად არცნეს და ამის წყალობით ის მეორე მსოფლიო ომის საშინელ ხორცსაკეთსაც აცდა. ჰენრიხ რატიენის შემდგომ ის ცხოვრებაზე ინფორმაცია ძალიან მწირია. ცნობილია, რომ მან ცხოვრება მშობლიურ ბრემენში განაგრძო, სადაც პატარა ლუდხანა ჰქონდა. ოჯახი არასდროს შეუქმნია, ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბოდა და ამიტომ არავინ იცის, როგორ ცხოვრობდა მამაკაცი, რომელიც ერთ დროს ჰიტლერის ფავორიტი ქალი სპორტსმენი იყო. დორა ჰენრიხ რატიენი 2008 წელს 90 წლის ასაკში სიბერით საკუთარ სახლში გარდაიცვალა.